მიხეილ სააკაშვილი, კოტე გუბლაშვილი და გიგა ბოკერია სტრასბურგიდან დაბრუნებული სულხან მოლაშვილი ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ბრალდებებს უყენებს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სულხან მოლაშვილი პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს და პროკურატურას საქმის დროულად გამოძიებას თხოვს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას მოლაშვილისთვის 20,000 ევროს გადახდა და 1 წლის ვადაში საქმის გამოძიება დაევალა. მოლაშვილმა განაცხადა, რომ სამართლებრივ ბრძოლას უშუალოდ სასამართლოს და გუბლაშვილის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყებს, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლება მოსილება შეუშერდება. ვიცი რომ ამის მეთაური იყო სააკაშვილი, ამას ახორციელებდა ზედამხედველობდა გიგა ბოკერია, როგორც დამჭერების სიის ერთ-ერთი ძირითადი ავტორი. ის იმყოფებოდა კაპეზის შენობაში იმ ღამეს, როდესაც მე დამიჭირეს ადეიშვილთან ერთად, გრიგალაშვილთან ერთად. ხოლო წამების ფაქტი მოგეხსენებათ, თვალება ახვეული ვიყავი, როდესაც ეს ხდებოდა. წამებისთვის არ არის აუცილებელი ფიზიკური ტკივილის მიყენება, საკმარისია ისეთი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნა, ან ისეთი სივრცობრივი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც გაუთავებდეს წამებას, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ერთიცაა დადასტურებული და მეორეც. პირველივე ღამის შემთხვევაში ეს არის ელექტროშოკით და სიგარეტით დამწრობის, ანუ ფიზიკური წამების ნიშნები. სამართლებრივ პროცედურებს ამ საკითხთან დაკავშირებით დავიწყებ ალბათ მას შემდეგ, რაც ბატონი გუბლაშვილი აღარ იქნება მართლმსაჯულების სისტემის სათავეში. სავსებით საკმარისია უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის ფაქტის დადასტურება კოტე გუბლაშვილის იმპიჩმენტისთვის.